უნდა ვცე პატივი თბილისელების არჩევანს და როდესაც თბილისელების არჩევანზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, მე არანაირი უფლება არ მაქვს, რომ თქვა არ ვარ კმაყოფილი. მე დიდი სიამოვნებით მიულოცავდი ჩემს ოპონენტს, რომელმაც როგორც ჩანს მოიპოვა უკვე გამარჯვება 140 საარჩევნო ურნის მიხედვით იგი დაწინაურდა, თუმცა აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა რეალურად ავიღეთ როგორც მინიმუმ ის რაოდენობა ხმებისა, რომელიც დაფიქსირდა პირველ ტურში, მაშინ როდესაც არა მხოლოდ მე და ბატონი ნარმანია ვიყიდით კენს, არამედ სხვა ბევრი კანდიდატიც აცხადებდა პრეტენზიას დედაქალაქის მერობაზე, გამეხარდებოდა, მაგრამ ვერ მიულოცავ კანდიდატს, რომლის გამარჯვებისათვის საჭირო გახდა პროკურატურის ჩარევა, ფინანსური პოლიციის ჩარევა, ეგრეთ წოდებული სუსის ჩარევა, დედაქალაქის წინა მერის დაკავება მაშინ, როდესაც ამის არანაირი საჭიროება და აუცილებლობა არ არსებობდა, ჩემი საარჩევნო შტაბის უფროსის დაკავებას გულისხმობ 8 დღით ადრე მეორე ტურამდე, რომელიც რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებოდა ჩემი კონკურენტისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას უსურვებ წარმატებას, როგორც ამ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანი, ვინაიდან არ მინდა ნამდვილად ვიხილო შეჩერებული და გაჩერებული თბილისი მომდევნო 3 წლის განმავლობაში და მე დედაქალაქის მერიის მიღმა ყველაფერს გავაკეთებ ერთის მხრივ, რომ ანგარიშვალდებული დარჩე იმ ამორჩევლების წინაშე და მიმართ, ვინც მე მხარი დამიჭირა და ამავე დროს ჩემი კრიტიკით, ჩემი ჯანსაღი ოპონირებით დავეხმარო დედაქალაქის მერს, რომ მან რამენაერად შეძლოს ამ ქალაქის განვითარება, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ამის ვერანაირ წინაპირობას ნამდვილად ვერ ვხედავ და მხოლოდ გული დამწყდება, თუკი იგი დაემსგავსება წინა არჩევნებში გამარჯვებულ პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც რეალურად ვერაფერი ქმედითი ვერ განახორციელა ქვეყნისათვის და არ მინდა, რა თქმა უნდა, ვიხილო დედაქალაქში, დედაქალაქის მერი, სადაც 1/3 ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის, რომელმაც უბრალოდ ვერაფერი ვერ განახორციელა. არ მინდა, რომ რეტროსპექტულად ამის თქმა მომიწიოს, მაგრამ ყველაფერი მიუთითებს და მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხე არის საკმაოდ რეალური.